საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მოდუდეკათარი ობიექტივს იჩიბნა ქართულ პატრიოტობაშენ, გაეროს კანონებშენ, მთელი მსოფლიოს კათაში ნინა კულტურა ოგო გინასკიდასია, ოგო ვაღორასია, ათებორჯის კოჩ რეკონსდო ურაგად მარგალიურ ნინას მოყვარუნია ოქორთუეს. ქურჩკილი թե გადაცემას ბოლოშედო თქვანეთი ძირუნთ მუჭო ვახუჯუნა թե თემა то მარგალიურ რაგადის ქიგონენა და ჭკუაში გირმულია. აცეცაირე ქართული პატრიოტობა. ტელემაყურებლებო, მე ვაჟა უთარაშვილი გახლავართ. ჩვენ დღეს გვექნება გადაცემათა ციკლი ისევ ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება, სადაც ვისაუბრებთ ეროვნულ იდეოლოგიაზე. ჩვენ გქონდა ასეთი რამდენიმე გადაცემა ეროვნული იდეოლოგიის შესახებ და აი ამ ციკლს ვაგრძელებ ჩემს ძვირფას სტუმართან ერთად, ფრიად საპატივსაცემო პიროვნებასთან ერთად, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ცნობილი ფეხბურთელი, საზოგადო მოღვაწე, ბატონი მანუჩარ მაჩაიძე. მოგესალმებით, ბატონი მანუჩარ. საკმაოდ დიდი მუშაობა ჩავატარე და აქ ესე იგი მოვიძიე მე ევროპის საბჭოს, გაეროს, ევროპის კავშირის დოკუმენტები, სადაც შევისწავლე ეს დოკუმენტები და იქ აღნიშნულია, რომ ერების მოსპობა არ შეიძლება, სხვათა შორის ოფიციალური ევროპა და გაერო უარყოფს ერების ასიმილაციას, გაქრობას და ასე შემდეგ. მაგრამ რასაც პირიქით ხადაგებს გლობალიზაციის პროცესს. რასაც ხადაგებს სააკაშვილი და მისი ძმაკაცები და მისი ხროვა ხადაგებდა ამას და ოფიციალურად არა, ეს ყველაფერი არის აღნიშნული შავი თეთრზე წერია, რომ არ შეიძლება ერების გაქრობა, ასიმილაცია ძალადობით, ერთმა ერებმა მეორე ერი დაჩაგროს და ასე შემდეგ. რატო უნდა იყოს მაგ დაჩაგრული? სოფლიოში არ არსებობს მონონაციონალური სახელმწიფო. აი მარტო ერთი ერის ადამიანი ცხოვრობს. ერთადერთი შეიძლება სომხები მეგონა, მე რო სომხები არა, მაგრამ იქაც 9% სხვა ყოფილა კაცო. ჩვენთან დღეს 15-16%-ია სხვა ეროვნების ადამიანი. მაგრამ აი ასეთი სახელმწიფოებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპის საბჭოს აქვს გამოშვებული დოკუმენტები, სადაც გარკვევი წერია, რომ ასეთი ქვეყნებში, სადაც ანუ ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ერები არსებობენ. უნდა შეუნარჩუნოს, უნდა იყოს კულტურული პლურალიზმი, ჩემო ვაჟა. ანუ რას ნიშნავს კულტურული პლურალიზმი, რომ თქვა საქართველოში არის სომეხი, თათარი ცხოვრობს, აზერბაიჯანელი, ვიღაცა რა, შენ სახელმწიფო მაგათ უნდა შეუქმნა კულტურული ავტონომიის საშუალება. მას უნდა მისცე იმის საშუალება, რომ თავის ენაზე ილაპარაკოს, თავისი კულტურა განავით, ოღონდ თავისი ფულით. ახლა თუ სახელმწიფო ისეთი მდიდარია, რომ მას გაუნვითარებ ამ კულტურულ რაღაც კულტურას, ენას, რელიგიას, ტრადიციებს, ეს კი ბატონო, მაგრამ შენ ვალდებული ხარ აი ამ დოკუმენტებით, რაც გაეროს დოკუმენტების წერია, რომ უნდა შეუნარჩუნო ენა, რელიგია, კულტურა, ტრადიციები, მაგრამ სახელმწიფო ენა თელ მსოფლიოში მაინც ყველამ უნდა იცოდეს. საქართველოში ამ ხრივ იმაზე უფრო მეტი კეთება ვიდრე თელ მსოფლიოში. აი ავიღოთ იონ მუღალოში. აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, იბადებიან, იზრდებიან, მთელი ცხოვრება საქართველოს ცხოვრობენ, მერე კვდებიან და ერთი სიტყვა ქართული არ იციან, კაცო. ეს არასწორია. ასეთ ხალხს ჩვენ საქართველოში პირიქით ჩვენ მათ აზერბაიჯანელ სკოლებს უფინანსებთ, ვზდით, მაგრამ ამავე დროს ვაშავებთ, რომ მათ ქართულ ენას არ ვასწავლეთ. ამიტომ ჩვენ მე მაშინ როდესაც ამ წიგნს წერდი მოვითხოვე რომ საქართველოში გატარდეს ის კანონები და ის პრინციპები რაც მთელ მსოფლიოშია მიღებული. გაეროს მოთხოვნები და ევროკავშირის მოთხოვნები მე ვფიქრობ რომ მარტო საქართველოსთვის არ არის სავალდებულო შესასრულებელი. მე სხვა კუთხით შევხედავ ამას რომ ქართველობა რომელიც ცხოვრობს აზერბაიჯანში, იგივე კახი, ნუხი, ზაქათალას რაიონში, ჩვენი ისტორიული ჰერეთი, რომელიც საქართველოს კუთვნილება იყო ყოველთვის. იქ ქართული სკოლები არის? არ არის. წაგვგარეს. უნდა იყოს. რა ქვია, სწორედ იმ მენშევიკური პერიოდის შემდეგ და ბოლშევიკურ პერიოდში ძალიან შევიწროებულები არიან და ქართულ წიგნს ვერ გადაიტან იქ იმას რა ქვია. საქართველოში ყველა ერი კარგად გრძნობს თავს, მე მგონი ქართველობის გარდა. თავის ისტორიული სამშობლოს. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ თურქეთში, სადაც საქართველოს 33% წაღებული აქვს თურქეთის ოტომანთა იმპერიას.
მოგეხსენებათ, რომ როგორ უშლიან იგივე სარწმუნოებას, იგივე ქართულ ენას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალდატანებით მოხდა და ყველა ეროვნებას თურქეთში უწერია თურქი ეროვნება. კი ბატონო. იქ თურქებიც ცხოვრობენ, ქართველებიც ცხოვრობენ ქურთები და უამრავი სხვა ერი, მაგრამ წერია ქურთი. ანუ ესეთი ზეწოლაა და ეხლა მე ვერ დაგეწმუნებით, რომ ის დიდი ინსტიტუტები, რომელსაც გაეროდა ის ქვია, მაინც და მაინც თავს იკლავდეს ამ ეროვნული მის თვითყობადობის შენარჩუნებაზე. ანუ თვითმყოფადობა, თვითონ ერმა უნდა შეინარჩუნოს გენეტიკურად თვითონ. ჩვენ არავინ არ გვეხმარება, შეიძლება არსებობდეს რაღაც საკანონმდებლო ბაზა, რომ კი, აი რაღაცა, გადარჩეს ერი, მაგრამ ის რომ ვიღაცა ზრუნავდეს, მსოფლიო ზრუნავდეს, რომ ქართველი ერი როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და უნიკალური კულტურის ერი გადარჩეს, ამაზე მსოფლიო ყურს არ შეიბარტყუნებს, ეგ არ გვეგონოს და ზარი სკაიპით გვიკავშირდებიან. დიახ. თქვენ თურქეთი ახსენეთ და თურქებმა მიცეს ლაზური ენის შესწავლის შესაძლებლობა და ქართველები არ აძლევენ ამის შესაძლებლობას. ლაზებს არ აძლევენ, მეგრელებს არ აძლევენ, სვანებს. ანუ საქართველოში მიმდინარეობს ლაზების, მეგრელების, სვანების კულტურული ასიმილაცია. ამაზე რა პასუხს გავცემთ? არ გახვიდეთ სკაიპით. არ გახვიდე. ისიც რა არის, ჩემო ძმებო. საერთოდ ქართული ისტორიოგრაფია რას ლაპარაკობს? ეს სამი შტო არის ერთი დედა ქართულის სხვადასხვა განშტოებები. ანუ ასე მუჭოიჩი მუტმა მალაგმა კინიცმა მარგალიური კიფჩუა და თაშკორედა. კი ბატონო, მაგრამ ჩემზე უფრო ჭკვიანმა ხალხი ნარაგად მუშავაგარჭკლინა, მათქვან მარჭკილი თქვა, ჭკიმ ვაგარჭკლინა. ჩემო ძვირფასო მეგობარო, მომისმენე საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მეფეებმა და ქართულმა სახელმწიფომ ეს სხვადასხვა ეთნოსის ხალხი გააერთიანა და არ საუბრობ, შენ საუბრობ კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ პრობლემაზე. კონკრეტულ საქმეზე საქართველო კიდე დაშალო, ვერ გავიგე, კაცო. მე მინდა რომ საქართველოში გადარჩეს ლაზური, მეგრული, სვანური ენები. მე ვინ უშველეს კაცო, ვილაპარაკო. ვინ ეხმარება მაშინ ამ ენების სახელმწიფო ეხმარებოდა და ეხმარება და თურქებმა საუკუნეების განმავლობაში დაწყებული დავით აღმაშენებლის შემდეგ აბსოლუტურად 33% დაიპყრეს ქართული მოსახლეობისა, ჩვენი მიწაწყლისა, ტაო, კლარჯეთი, არტანოჯის მხარე გაანადგურეს, სისხლის სპორები დააყენებს. რას მელაპარაკებით თქვენ? თურქეთზე დიდი იმპერია არც ერთი არ ყოფილა, რომელმაც ჩაახშო აბსოლუტურად და წალეკა ჩვენი ქრისტიანული ტაძრები, ხანძთისა თუ შატბერდისა. პარხალის თუ რომელი ერთი გითხრა თუ იშხანისა, რეც მელაპარაკებით ეხლა თქვენ. სეპარატისტი იყო. მართლა ის ხო არ არის, დიდი მადლობა. აი ესეთი, ესე იგი, გაყიდული, სულ გაყიდული ქართველები. აი ესეთ ცნობიერებას ნერგავს ჩვენი მტერი ამ სულ გაყიდულ ქართველებში რა. წარმოგიდგენია? სხვათა შორის ალბათ იმიტომ აქვს. ესე იგი, ერთი წამით მანუჩა გამოვედი წონასწორობიდან. წარმოდგენა არა აქვს საქართველოს ისტორიაზე რომ ლაპარაკობს. საქართველო ერთიანია თავისი სამეგრელოთი, თავისი ლაზეთით, თავისი პონტოთით, თავისი ტაოკლარჯეთითაც, თავისი სვანეთითაც, თავისი ფშავითაც, თავისი თუშეთითაც. და თქვენ თუ ის მარტო რაღაცა ორი სიტყვა იცით და ვიღაცას ელაკუცებით, გახსოვდეთ ვისი გორისანი ხართ, ამაზეა ლაპარაკი. გადაგიარათ თურქეთმა. გადაუარა საქართველოს თურქეთმა და კიდე ეხლა იმას ფიქრობს რომ როგორ შემოვიდეს აჭარაში. ამაზე დიდი დამპყრობელი და ამაზე დიდი მტერი საქართველოს არ ყოლია. თურქეთზე დიდი გამანადგურებელი ქართული ცნობიერების არ ყოლია. თვით ავღანებიც კი და თვით მონღოლებიც კი, არაბებიც კი აფასებდნენ ქართულ ვაჟკაცობას და ქართულ კულტურას. ერთადერთი რომელიც 1723 წელს შემოვიდა თბილისში, ეს იყო თურქეთი, რომელმაც სიონის ტაძრის დანგრევა დაიწყო. და რო არა დიდი გივი მეორე ამილახვარი მოანგრევდა მთელ სამრეკლოს და იმას რამდენჯერ მithქვია ეთერში. წარმოდგენა არ აქვს საქართველოს ისტორიაზე. ლაზებს ასწავლიან, რაც სამაგეროთ ერთი ტაძარი არ არის, უნიკალური ძეგლები, რომელიც 1000-ჯერ მიმართა ჩვენმა მთავრობამ, გაეროსაც და იუნესკოსაც. და ვერ მოხერხდა ის, რომ ქართულ ტაძრებს ჯვარი კონდეს იქა. და აქ მეჩეთების აშენება კარგად უნდა. ამ დიდ დამპყრობელს.
არა ბატონო ვაჟა თურქეთი რომ მართლა იმპერია რა თუნდა სხვათა შორის გუშინ თუ გუშინწი რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაყენო ამიმან კაცო რა თუნდა ლაპარაკი ესე იგი 1/13 ტერიტორია წაიღეს ქართველები იქიდან გაასახლეს ასიმილაცია გაუკეთეს ქართველებს ელაპარაკება ეს არ აძლევდნენ უფლებას ქართულად ელაპარაკათ ოჯახშიც ვერ ელაპარაკობდნენ და საქართველოში სუმელაში ქართველი კაცის ხელით აგებულ უდიდეს ტაძარში ქართველი კაცი სანთელს ვერ დაანთებ და პიჯვას ვერ გადაიწერა. რებს მელაპარაკება ეხლა ეს ვინ არის? საიდან იყო? აი ესეთი შადიმანები, აი ესეთი ასეთები არიან გაყიდულები. აი ესეთები იყვნენ, ვით ზურგში სცემდნენ ქართველ მეფეებს დანას და ქართულ ცნობიერებას დანასცემდნენ. აი ესეთი სულ გაყიდული და საწმუება გაყიდული ქართველები. აი ესეთი ხალხიც არსებობს ჩვენ და სამწუხაროდ ბატონო. წარმოდგენა არ აქვს, ესე იგი ჯერ კიდე 1963 წელს რამდენჯერ მithქვია გოგლა ლეონიძე გამოვიდა მოსკოვში თქვა რომ ჩემი სამშობლოს 33% ოტომანთა იმპერიას აქვს წართმეული. ვითომ დაგვავიწყდა ეხლა ის სისხლის ტბორები რომელიც თურქეთმა საქართველოში დააყენა. და როგორ ააოხრა ჩვენი თითოეული კულტურული ძეგლი. და როგორ გაანადგურა რა დღეში ერთ ჩადით იქ აბა ბიჭო ქართველი მეფეების აშენებული კარიერებია იქ უძვირფასეს პანაიასუ იმაზე რა ქვია პანაიასუმელა და მის აია სოფიას ტაძარზე რო არა იუნესკო იმედ ორ ფრესკასაც ვერ შევინარჩუნებდით იქა და როგორ აიღეს ბიზანტიის დედაქალაქი 1450 კონსტანტინოპოლი და რა უყვეს კონსტანტინოპოლს იმ დიდ ქრისტიანულ კულტურას ფეხქვეშ გაითელეს ამ ველურებმა ამათ ხო ესე იგი რა სად ვიყავით თავისი ველური ურძოებით ხო ბატონო ვაჟა სად ვიყავით ახლა ჩვენ მაგას გვეუბნება ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციები ხელშეკრულებები გვეუბნება იმას რომ არ შეიძლება ერების მოსპობა რომ სოფლიო უნდა იყოს მრავალენოვანი და სხვადასხვა კულტურის კაცო მეტი რა ვქნათ შავი თეთრზე წერია აგერ არის დოკუმენტები რომელიც მიღებულია ბატონო გაერო გიწყობს ხე 75 წელს 1980 წელს აიყურე მე აიყურე პარიზსკაია ხარტია для новой Европы 90 წელს ანუ მე კოპენჰაგენის შეხვედრა კოპენჰაგენი 90 წელი 93 წელი მადრიდის შეხვედრა ეს გამოქვეყნებულია ეს დოკუმენტები და აქ გარკვევით წერია რომ ერები უნდა არსებობდნენ ანუ ის რასაც ლაპარაკობდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი რომელმაც დაახასიათა მთელი მსოფლიოს ერები და სხვათა შორის ჰეგელს რა აქვს იცი ეს ხო გენიოსი კაცი იყო ეს იყო ახალი დროის არისტოტელე რა მან თქვა რომ აიო ქვეყნის ტერიტორიებზე დედამიწის ტერიტორიებზე სხვადასხვა ერები რო არიან განაწილებულიო პირდაპირ უწელია მე ამაში მიწერია ერთში აქ რაღაცა აუცილებელი დევსო ანუ ქართველები რო აქ ცხოვრობთ ეს რაღაცა ზებუნებრივია რაღაცა აუცილებელი არის რომ აი მაინც და მაინც ქართველები აქ უნდა ცხოვრობდნენ რუსები იქ უნდა ცხოვრობდნენ ის არაბები იქ უნდა აი ეს არის ამაში თიშოვლის წილ ხედავ ხო ესია კაცო და არა ნუ ამათ